ილიასია. მოვიდა შენი ქმარი, მოვიდა. კარი გააღე. ისევ ოთახში ჩაიკეტა. გაფრთხილებ, არ გააღებს. ბევრჯერ გვინახავს. თუ გინდათ, კარს გავტეხავ. მოიცა ზაფერ, კარის გატეხვა რა საჭიროა? ასიე. მოშორდი აქედან. მოიცა ილიას, ნუ დააძალებ. ღამე აქ დარჩეს. ხვალ დამშვიდდება. დაველაპარაკები და დავამშვიდებ. ხო, დილით მე მოვიყვან. ამ სახლში რატომ უნდა დარჩეს? აქ არ დარჩები გესმის არ? ღმერთო ჩემო, ამას უყურეთ. ბიჭმა საქმე წამოიწყო. მას კი არ უთხრეს. დაუმალეს. თურმე ყველაფერი უნდა იცოდეს, ღმერთო ჩემო. სახლში ეჯექი და ბავშვისთვის რა მემოხსოვე. გასაგებია შენთვის. თითქოს მსიამოვნებს ეს საქმე რომ წამოვიწყე. ხედავ? ამას ოჯახის გამო ვაკეთებ, ჩემი ბრალია? გააგრძელე ჩემი ცხოვრების დანგრევა, კარგი? აუტანელი გახადე, მიდი, გააგრძელე. ილიას, გეყოფ ამდენი ტყუილი. კარი გააღე ასიე. არ გავაღებ. ხო და მანდი ჯეკი. ღმერთო ჩემო, რაც გინდა ის გააკეთე. ნუ მიბრაზდები. მომისმინე. არ მინდა ეს საღამოწოდა დამთავრდეს. არავის უთხარით, რადგან ილიას არ უნდოდა რომ ასიეს გაეგო. სალიხა. უშენო ცხოვრება არ შემიძლია. შენთან ძალიან ბედნიერი ვარ. ვისაუზმოთ? კარგი, შეტყობინებას გამოგიგზავნი, როცა სახლში მივა. რა მოხდა? ვინ ერვეულე? ლოდი დამისხი. ყველაფერს არასწორად ვაკეთებ. ძალიან ჭირვეულია. ასე როგორ შეიძლება, ჩემთვის ყველაზე ბედნიერ დღეს. შეჯიბრი მოვიგე, საქმე წამოვიწყეთ, გახსნა მოვაწყვეთ. მეკითხვაც არ შემიძლია. ცოლ სიხარულსაც ვერ უზიარებ. მხოლოდ ის მინდა რომ ბედნიერი იყოს. მის გამო ვცდილობ მომავლის აწყობას. ის კი რას აკეთებს? დღეს შენაირი მოტოციკლი შეუკვეთეს. თან ორი. მიდი. ზე იმისთვის კიდევ ერთი მიზეზი გამოჩნდა. ასე ნუბრაზობ. ყველაფერი მოგვარდება. შერიგდებით. კარგია რომ იმ მოტოციკლით მოიგერბოლა. ილიას. შენი თვა მაყოფ. რა თქმა უნდა, ასე ვერ დანაყრდები. ხვალ ჰონორარს გადაგიხდიან. სერიოზულად? ხო. ჰელენ, შესანიშნავი ამბავია. მაშინვე სახლს მივხედავ. იქნებ ასიე დამშვიდეს, როცა გაიგებს. რა სახლი? მშენებლობა დაიწყე? არა. ასიესთვის სახლს ვამზადებ. მშობლებს ნაკვეთი აქვს შესანიშნავი ხედით. დიდი ხანი არ გამოუყენებიათ. იქ ასიესთვის შესანიშნავ სახლს ავაშენებ. ღმერთო ჩემო. თურმე თავად იზრუნებს. ამას როგორ იზამ? რა იყო? მუშაობას დავიწყე, ფული მექნება. შვილს მეგავზრდი. ტვინი გააქვს? ცოტა მაინც. გონია ქორწინება თამაშია? ჩემი იმედი არ ქონდეს. არ იოცნება, რომ გააჩენ, ბავშვს ჩვენ მოგვიგდებ და მუშაობას დაიწყებ. მამა, გეუბნები რომ მომატყუა. კეთილი იყო შენი მობრძანება ჩვენს კლუბში. შენს და შეხედე, რა არ გადაიტანა, მაგრამ ჩუმაცის. მე? მამა შენის გამო რამდენი რამ გადავიტანე. მაგრამ ერთხელ მაინც თუ გაგიგია მეთქვას, რომ ვშორდები და მივატოვებ მეთქი. გაგიგია? მორჩი სისულელეების ლაპარაკს, როცა მუცელში ბავშვი გეზრდება. აბა მომიყევი, ჩემ გამო რა გადაიტანე.
მიუხედავად ჩემი წინააღმდეგობისა, წავიდა და იმ მატყუარა ჰელინთან ერთად ბიზნესი დაიწყო. სულელივით მომატყუა, გამაცურა. კართან კარი დგას. რა? ეს ჩვენი სახლის კარია. ღმერთო ჩემო, ილიას. ასიე, სახლის შენებლობა დავიწყე. წავედი და კარი ვიყიდე. მართლა, შეხედე. აი ამ კარის გასარები. გააღე თუ გინდა. შენ მომატყუე. როგორ უნდა მეთქვა ასიე? შენ ხომ ჰელინის სახელის ხსენებაც არ გინდა? შენთვის რომ მეთქვა გაბრაზდებოდი და ამაზე ჩაიციკლებოდი. ისევ ჩემი ბრალია რა? მიფიქრი ასიე რომ არ ჩაიციკლოს, ჯობს ტყუილი ვუთხრაო. ასეა? არა ასიე. უამრავი ინციდენტი მოხდა. თავადაც იცი, გადავწყვიტე არაფერი მეთქვა. ორსულად ხარ. ამიტომ შენი გაბრაზება არ მინდოდა. ასიე. უკვე კარგი შემოსავალი მაქვს. გუშინ ჩემი წყალობით 2 მოტოციკლი გაიყიდა. დღეს დილით ბუღალტერმა ფული გამომიწერა. ნელ-ნელა ცხოვრებას ავაწყობთ. როგორ ვერ ხვდები? უკვე მოხვედი? ქაბოტონი ფატმა დილიდან ბუს ხუნებს. რა მოხდა შვილო? გუშინ ჩემს დასთან დავრჩი. დანარჩენები სად არიან? ყველანი ნერმინის სანახავად წავიდნენ. შენს დასთან რატომ დარჩი? Böyle yapma bebeğim. Asiye, ასე ნუ იქცევი. ბავშვზე იფიქრე. İlyas'la kavga. შენ და ილიასმა იჩხუბეთ? Tamam. კარგი. Beni çok ვიცი რომ ძალიან ვუყვარვარ. Ben de onu და მეც ძალიან მიყვარს. ama bana მაგრამ გამოდმებით მატყუებს. Erkek dedi. შენი ქმარი ბავშვით არის შვილო. Onun büyümesini. მის დაღვინებამდე ჯერ დიდი დროა. Bembeyaz edersin. შეიძლება გაჯახარავებაც კი მოასწრო ჩემულამაზო. gidemiyorum da. დამშვიდობება და წასვლაც არ შემიძლია. ვერ შეძლებ. İçine bir kere anlat. დედა რომ ხდები უნებურად, სხვა გრძნობა გეუფლება. მით უმეტეს თუ ბავშვს საკუთარი სურვილით აჩენ. მოხვედი ილიას. როგორ ხარ? კარგად. გემრიელად მიირთვი. მოგძანდი ძმაო. ომერი შიგნით არის. ხომ არ დაუძახო? არა, არ გინდა. მაგი დაულაგებელი რატომ არის? მიხედე, ახლავე ძმაო. შეხედე კლიენტები იცდიან. ყურადღებას არავინ აქცევს, შეკვეთა უკვე მიიღეს. ჩაი მომიტანე. ანდა მომშივდა. საჭმელი მირჩევნია. ახლავე ვეტყვი და მოგიტან. ძმაო, უფროსი მოვიდა იგზის. დედას ვატირე. კარგი. ინტანთან ასე რატომ ამბობ? როგორ ხარ? თქვენაშობით. კარგად ვარ ძმაო. Hoş geldiniz. მოგძანდით. მოგესალმებით.
Ablan nasıl Sibel? დაიკო როგორ არის სიბელ? İyi gibi. გონი კარგად. Krizleri azalmış. შეტევები აღარ ქონია. Çok ilaç veriyor. წამლებით ყავთ გაბრუებული.